გადაცემას განვაგრძობთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კამპანია თეთრი ბილიკების თემით თუ რას ნახავთ თეთრი ბილიკების მარშრუტზე ამას უკვე ჩვენი სტუმრისგან გავიგებთ თამარ ხახიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე შემოგვიერთდა მოგესალმებით ნახეთ საოცარი კადრები საოცარი ისტორია მოვისმინეთ თუნდაც ჯავახეთის მხრიდან ითვალისწინებს თუ არა თეთრი ბილიკები აი ამ მიმართულებას და ზოგადად რას ემსახურება ეს კამპანია დილამშვიდობის და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებისათვის. ნამდვილად კამპანია თეთრი ბილიკები ითვალისწინებს იმ ლოკაციების პოპულარიზაციას, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა და მიმზიდველია ზამთრის პერიოდში, როდესაც აღნიშნული ტერიტორიები სრულად თოვლით არის დაფარული. მათ შორის არის როგორც გვევიხილეთ ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, რომელიც საკმაოდ საინტერესოა თავისი ბიომრავალფეროვნებით და განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ტბების უმეტესობა იყინება და ფანტასტიკური სანახაობა, როდესაც შესაძლებელია რომ გაყინულ ტბაზე ფეხით გადავაადგილდეთ, მათ შორის ვითევზაოთ კიდევაც, ნამდვილად საინტერესო შთაბეჭდილებებს ქმნის აღნიშნული მიმართულების მოყვარულთათვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯავახეთი არ არის ერთადერთი, ჩვენ საკმაოდ მრავალფეროვნება გვაქვს ამ კუთხით, გამოვყავდი მაგალითად ბორჯობ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, სადაც მოლაშქრეებისათვის ზამთრის პერიოდი არის ძალიან გამორჩეული, შეუძლიათ დაგეგმონ 2-3 დღიანი ტურები დარჩნენ სხვადასხვა ტურისტულ თავშესაფრებში, სადაც ძალიან კომფორტული გარემო შეიძლება რომ შეიქმნას ზამთრის ლაშქრობის პარალელურად, თუმცა აქვე აღნიშნავდი მაგალითად თბილისის ეროვნულ პარკს, ვინც ვერ ახერხებს რამოდენიმე დღიანი ლაშქრობის დაგეკვას, სულ რაღაც თბილისიდან 40 წუთში შესაძლებელია საბადურის ტყეში ან ზედაზენის ტყეში გაისეირნონ და ნამდვილად აღნიშნული შთაბეჭდილებები მიიღონ. საბადურის ტყე კიდევ და კიდევ უფრო პოპულარული ხდება ყოველწლიურად, ხო, განსაკუთრებით თოვლის მოსვლისთანავე. და სხვათა შორის შემოდგომაც ძალიან რატომ გაკეთდა აქცენტი მაინდა-მაინც აი ზამთრის პერიოდზე დაცული ტერიტორიების მიმართულებით? ნამდვილად დაცული ტერიტორიების მრავალფეროვნება, განსხვავებულობა გვაძლევს საშუალებას, რომ რეალურად შევთავაზოთ საზოგადოებას განსხვავებული სერვისები. მათ შორის გვხვდება მღვიმეები, სადაც წლის ნებისმიერ პერიოდში არის მოგზაურობა შესაძლებელი, ჩანჩქერები, კანიონები, მათ შორის ნახევარუდაბნო ვაშლოვანში, რომელიც ძალიან გამორჩეულია სხვა ტერიტორიებისგან. ზამთრის პერიოდიც ისევე როგორც სხვა პერიოდისთვის დამახასიათებელი სერვისები, შეგვიძლია წინ წამოვწიოთ და საზოგადოებას გავაცნოთ ამ კუთხით საინტერესო მიმართულებები. მოგახსენებათ, ძირითადად ვიზიტორთა ნაკადები გვხვდება ხოლმე ზაფხულის პერიოდში, როდესაც სკოლებში არის არტადეგები ან ვიზიტორები, საერთაშორისო ვიზიტორები უფრო მეტად სტუმრობენ საქართველოს. და შესაბამისად, აღნიშნულის პარალელურად ზამთარში შედარებით უფრო ნაკლები ვიზიტორი გვხვდება. ამგვარად ჩვენი ამოცანაა, რომ გავაცნოთ ის მიმართულებები საზოგადოებას, რომელიც ასევე საინტერესოა, ჯერ კიდევ აღმოუჩენელია და განსხვავებული თვალით დავანახოთ საზოგადოებას. უფრო კარგად გავაცნოთ, იმიტომ რომ ჯერ ზამთარი კიდევ არის, მიუხედავად იმისა, რომ ზიანი ამინდები შემოგვეპარა, მაინც დავარდება სადღაც ეს ტემპერატურა და კარგი ზამთრის ამინდები კიდევ გვექნება და ვუთხრათ, რა ტიპის აქტივობებს თავაზობთ აი ამ ლოკაციებზე, რომელიც ჩამოთვალეთ? პირველ რიგში აუცილებლად უნდა განსაზღვროთ თუ რა ტიპის მოგზაურობა გვაინტერესებს. აი როგორც უკვე აღმოჩნდათ, ჯავახეთი არის აბსოლუტურად განსხვავებული სტილი, როდესაც შესაძლებელია მაგალითად თოვლით დაფარულ ზეგანზე გადაადგილდნენ და გაყინული ტბები მოინახულონ მაგალითად. გვხვდება ყაზბეგის ეროვნული პარკი, რომელიც ფანტასტიკური სანახაობაა ნებისმიერ დროს წლის განმავლობაში, თუმცა ზამთარში ასევე განსაკუთრებულ სანახაობებს გვთავაზობს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი აღნიშნე ასევე თბილისთან ძალიან ახლოს არის მაგალითად ალგეთის ეროვნული პარკი, სადაც სალაშქრო მიმართულებები ასევე ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენ ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე, რომ ლაშქრობის პარალელურად მათ შეუძლიათ ისარგებლონ საპიკნიკე, საკავე სივრცეებით, ასევე ტურისტული თავშესაფრებიც, რომელიც ძალიან კომფორტულია და მოლაშქრეებისათვის ფანტასტიკურ შესაძლებლობებს იძლევა. და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმ პროექტს, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სამინისტროს ორგანიზებით გაკეთდა და რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 1200 კილომეტრზე მეტი ქსელი გაკეთდა ბილიკების, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე განსხვავებული სამოგზაურო შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ. უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში, თუმცა რისკები ბუნებრივია, რომ ზამთრის ტურიზმს უფრო მეტი ახლავს თან. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით, როგორ არის დაცული ადამიანი, ვინც აღნიშნულ მარშრუტებზე წავა?
რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი გვაქვს ხოლმე ველურ ბუნებაში მოგზაურობაზე, ეს გარკვეულ რისკების შემცველია და შესაბამისად ვიზიტორებს მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ მივეწოდოთ ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია ლაშქრობის დაწყებამდე. შესაბამისად, გარდა სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებისა, საიდანაც მათ აქვთ შესაძლებლობა რომ გარკვეული ინფორმაცია მიიღონ, ჩვენი რეკომენდაციაა რომ ლაშქრობის დაწყებამდე აუცილებლად ესტუმრონ ვიზიტორთა ცენტრებს, სადაც ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ლაშქრობის ოპტიმალურად დაგეგმვისათვის. იცით რა ეს რეკომენდაცია გასაგებია, მაგრამ დაცულ ტერიტორიაზე ისე მე რო ჩამოვიდე როგორც ვიზიტორი, შემიძლია გადავადგილდე ისე რომ არ ვეწვიო საერთოდ ამ ცენტრს. ზოგადად შესაძლებელია, დიახ, შესაძლებელია ვიზიტორთა ცენტრებში გადაადგილება, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით, რომ შესაძლოა გარკვეული ბილიკებით დროებით დაკეტილი იყოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით ან სხვა მომატებული რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია რომ ბოლო წუთის ინფორმაცია გაგვაჩნდეს თითოეულ ბილიკთან მიმართებაში. მე ერთი კითხვა გამიშთა იმ მაგალითად ალგეთის პარკი რო ავიღოთ, ესე შემიძლია პირდაპირ მივიდე და შევიდე და დავიწყო ჩემი მოგზაურობა, თუ უნდა საქმის ხურში ჩავაყენო თქვა შესაბამისი სამსახური ან რამე რეგისტრაცია უნდა გავიარო, ან წინასწარ უნდა შევთანხმდე კონკრეტულ დღეზე, თუ ეს პროცესი როგორ წარიმართება? ზოგადად ეროვნული პარკები ღიაა ყველასათვის, შესაბამისად საკანონმდებლო სახით არ გვაქვს ასე ვთქვათ დაწესებული რომ აუცილებლობას წარმოადგენს ვიზიტორთა ცენტრში მისვლა, განსაკუთრებით იმ molashkreebisatvis, ვინც უკვე ნამყოფია აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის ვიზიტორთა ასე ვთქვათ გამოკითხვებში მონაწილეობის მისაღებად სასურველია რომ ვიზიტორთა ცენტრში ესტუმრონ, მიიღონ ინფორმაცია, მიიღონ შესაბამისი ბროშურები, სადაც როგორც ბილიკების შესახებ, ასევე სერვისების შესახებ არის ინფორმაცია და ორგანიზებულად დაგეგმონ ლაშქრობა შემდეგ უკვე სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე. სამა, როდესაც აი გვესმის ხოლმე მსგავსი ადგილების შესახებ ვნახულობთ კადრებს, ბუნებრივია რომ თითოეულ ჩვენგანში იღვიძებს სურვილი, რომ ეს ყველაფერი ახლო დავნახოთ რეალობაში, მაგრამ მცირეწლოვან მშობლებს გვიშტება ხოლმე სურვილი, რომ ეს ყველაფერი ვნახოთ ხოლმე ბავშვებთან ერთად. და აქვე მოდის მთავარი კითხვა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გასაგებია რომ ველური ბუნება, გასაგებია რომ დაცული ტერიტორია და იქ მივდივართ იმისთვის, რომ რაღაცა ეგზოტიკური შთაბეჭდილებები მივიღოთ, მაგრამ ინფრასტრუქტურის კუთხით რა ხდება დაცულ ტერიტორიებზე? საკვები იქნება ეს მოსასვენებელი სივრცეები თუ აი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გადაადგილება, რამდენად უსაფრთხოა და რამდენად კომფორტული? ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობასთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომაა, რომ მინიმალისტური ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ და მაქსიმალურად მივცეთ საზოგადოებას საშუალება, რომ დადგნენ აღნიშნული ბიომრავალფეროვნებით. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული კუთხით ჩვენ გვხვდება სარეკრეაციო ტიპის მინიმალისტური ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს კეთილმოწყობილ ბილიკებს, გადასახედებს, საკემპინგო და საპიკნიკო სივრცეებს, ტურისტულ თავშესაფრებს და შესაბამისად იმ მანიშნებლებს, რაც ნავიგაციისათვის არის აუცილებელი. ცალკეულ დაცულ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, გვხვდება გარკვეული დამატებითი სერვისები, რაც გულისხმობს კვების ობიექტებს, ან სასტუმროს ტიპის განთავსების საშუალებებს, ასევე კაფეტერიებს და ასე შემდეგ. თუმცა ეს მხოლოდ ცალკეულ დაცულ ტერიტორიებზეა განვითარებული, შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ ვიზიტორებმა თან იქონიან ლაშქრობისათვის გასათვალისწინებელი საკვები თუ ასე შემდეგ. და ბავშვი არ იყოს ზარმაცი. კი, ბილიკების თვალსაზრისით გვაქვს სხვადასხვა სირთულის ბილიკები, როგორც მარტივი, საშუალო სირთულის და რთული კატეგორიის ბილიკები, შესაბამისად, თუ ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სტუმრობს, ასევე რეკომენდირებულია, რომ პირველ ეტაპზე დაკავდნენ მაგალითად მარტივი ბილიკებით. მე მგონი უფრო ვიზიტორთა ცენტრში გავიგებთ ყველანაირ ინფორმაციას და დავგეგმოთ უკვე ჩვენს ლაშქრობებს სწორედ ამის მიხედვით. დიდი მადლობა. ჩვენს კითხვებს პასუხობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი. დიდი მადლობა ამ უმცურო პასუხებს და საინტერესო ადგილების გაცნობისთვის.